თეატრე, ცოცხალი ემოციების სამყარო, სადაც ყოველი სცენა ახალ ისტორიას აცოცხლებს. აქ ხელოვნებამ, მსახიობები და მაყურებელი ერთ სივრცეში ქმნიან დაუწყარ გამოცდილებას. თეატრი ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩემს ცხოვრებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვიღებ სრულიად სხვა ემოციებს ვიტვირთები გარე სამყაროსგან. გამომდინარე იქიდან, რომ აქ რომ მოვდივარ, ვფიქრდები, არა მარტო სიამოვნებას ვიღებ ყურებით, არამედ სხვადასხვა საკითხებზე მაფიქრებ. აქედან გამომდინარე, ყოველს ურჩევდი, ვინც არ არის დამყოფი თეატრში, მოვიდნენ, შეიძინონ ბილეთები, თან ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს ბილეთებს. აქედან გამომდინარე გირჩევთ, მობრძანდეთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თეატრი არის ძალიან ჯადოსნური სამყარო, იმ მხრივ, რომ ყველაფერი არის ცოცხალი, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ემოცია, ყველა ქმედება იმ წამს ვეიბადება. და მგონია, რომ კინოში და ეკრანზე ზოგადად არის ბევრი დადგენილება, ბევრი სიზუსტე. აი, ცოტა ისეთი გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ კარგი ფილმი არის კარგი მონტაჟი და მსგავს რაღაცას თეატრში ვერ წავაწყდებით, იმიტომ რომ ყველაფერი ეტაპობრივად და ადგილობრივად იბადება იმ პროცესში, რასაც შემოქმედება ქვია რა და ამის განსხვავდება ჩემთვის. რას გავიგონებ? დამტოვეთ მარტო ჩემს შვილთან. მგონია, რომ ახლა ყველანაირი ძალა უნდა მოიკრიბოს თეატრმა. უნდა განავითაროს საკუთარი თავი, იმიტომ რომ მართლა მგონია, რომ თეატრში მისული ადამიანი რაღაცით აუცილებლად უნდა მიდიოდეს. თუ ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით და მის ცხოვრებას თუნდაც 1 საათით მაინც ვერ გავაფერადებთ, გამოდის ჩვენ ფუჭა დაგვიკარგავს დრო. თეატრის როლი ძალიან დიდია საზოგადოების ცხოვრებაში, იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში აქვს უდიდესი როლი, თუმცა დღეს ნაკლებად არის ეს ფუნქცია თეატრში, უფრო შოუ, უფრო სანახაობაა. ძალიან ვცდილობ, რომ მოვარგო ახალგაზრდების მენტალობას სპექტაკლები. არ დავდგა ის, რაც მათ არ აწუხებთ, რაც მათ არ აინტერესებთ. მინდა რომ მათ სულის სიმებს შეეხოს ყოველი პერსონაჟი. აი რომ ვეკითხები რისი თამაში გინდა, ვერ ირჩევენ, ყველა უნდათ. და აი მაშინ ვარ მებედნიერი, იმიტომ რომ ესე იგი ზუსტად იქ დავარ ტყი, სადაც მინდოდა. დროის მიუხედავად არ კარგავს თავის მნიშვნელობას. ის რჩება ადგილად, სადაც ყოველი წარმოდგენა ახალ ემოციას, ახალ ფიქრსა და დაუწყარ თავისუფლებას გვიტოვებს.